ასე მიმდინარეობს რუსულის გაკვეთილი ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში. კადრებს ადგილობრივი მედია ავრცელებს. ეს მეგავაძვირე თბილისში სხვადასხვა პროდუქტზე ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გამოჩნდა. მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე დაკავებული აქტივისტი ლიკა ლორთქიფანიძე იზოლატორიდან წერილს ავრცელებს. საქართველოში 19 წლის სტუდენტი გოგოს დაკავება ძირს რუსეთის დამპალი იმპერიის ყვირილის გამო არის კატასტროფა. ჩვენ არ შეგვეშინდება, ვერც შეგვაშინებთ, ვერც გაგვაჩერებთ. აჯანყდით, გაბრაზდით, ბრძოლა ბოლომდე. ძირს რუსეთის დამპალი იმპერია. ნატოში არ განიხილავენ პუტინის მოთხოვნას, რომ ალიანსმა აღმოსავლეთით გაფართოვებაზე უარი წერილობით დაადასტუროს. ნატოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ გაფართოების დაუშვებლობის შესახებ წერილობითი ვალდებულება არ არის ისეთი რამ, რისი მიღებაც რუსეთს ადვილად შეეძლება. მდინარე არაგვზე არსებული ხიდის მასშტაბური რეაბილიტაციის ნაცვლად ახალი ხიდი შენდება.